გაბრიელმა და მინიმ ბებოსარდაფში აღმოაჩინეს აი ეს ჭაღი და ყიდიან მოკლედ. დიახ. უნდა გაასუფთავონ, გააპრიალონ. აი ნახეთ, როგორი რაღაცები აქვს. ხრუსტალია, ხო? კი. მეათე ფრჩხილი, ხო ხოზანზე, ხო იმაშობა, წკრიალებს. კი. არა. აი. აგე წკრიალებს. და ეხლა უნდა გააპრიალონ, გააწკრიალონ და უნდა გაყიდო. რამდენად აპირებთ გაყიდვას? მე უნდა გაგაყიდინოთ, შუამავალი ვარ თუ თქვენ ყიდით? ალბათ გავყიდით სადღაც ყველაფრიანად. აქ სპილენძია, ეს ლატუნია. აი ფასდაედი. ყველაფრიანად გავყიდი 35 ლარად. რა 35 ლარად, ბიჭო? რა უთავმოყვარეო ხარ? ეს მინიმუმ 1-200 ლარი მაინცაა. 200? კაროჩი, მოდი შენდანინის მოგცემ 100 ლარს, ესე მოვილაპარაკოთ. დანარჩენი თანხა ჩემია, რა გინდა? 50 ლარს შენ მოგცემ, 50 ლარს შენ მოგცემ. და მე რა? რას დარჩება დანარჩენი თანხა ჩემია, თქვენ რა გინდათ? შენ 35-ად ყიდიდი. აჰა. მე 50 ლარს მოგცემ, შენ 50 შენ. კარი, კი, გაწყობს. კაი გარიგება? დავა, გაატყეთ. всё. დანარჩენი რას დარჩება ჩემია. კარგით. კაუჩი მაგტაჭკაში თუ ჩავაგდე ესა, აქედან ფეხით. რა. მაგლუსტრის ფული სუ ჩემია. გაუმაზე. აბა, ნაგავი გაგაქვს, ნაგავი, მომეც. აი, აბა მე თუ ჩავაგდე. აი, შენ თუ ჩააგდე 10 ლარს აეგროვე გაძლევ. ფეხი თოღონც. ვაიმე. კინაღო მათილარი ამოვიღე ჯიბიდან ეგრევე. აი, ერთი წადე, აბა. აქედან? ხო. და ეს ხნამეტანი ხაიაცულები. შენ გახსოვს მაგის ეკალმა რო გაგიხეთქა ბურთი? მოდი, ნინი, მოდი. აჰა. საიდან? მაქედან. ახლოსაც არ იყო. აი, ნინი, აბა. საერთოდ ძაღლად არ იყო გაჩვენია. აი, მე ვწდი. ძი. ნახე თუ ჩავაგდო. სამენცულა. მომეცი არც. მომენინი. აი, всё, არა გაქვს შანსი რა, ხომ მივხვდი რომ არ გამ. აი, ნახე, ნინი. მამა ჩავიდე ბასლარს მაგალ. აი, ნინი, ავანსი. აი, წავედი თორე, დამეხანა რომ. გადავახიანდა. ჩაგდე აბანი. ნინი ყველაზე რეალურია. მოკლედ გუშინ მეგობრებო, ახ ყვა, ნახე როგორი ლამაზი ქორფა ბალახია, წამოსული. ხედავ? კი, რა ლამაზია. ესე, კი, ძა, ესე უყვარს. თოვლი. მიწასა. კაუჩი მარტის არ დადეგები რო იქნება კიდე ჩამოვიდეთ, ხო? რა თქმა უნდა. აი, ხოსავიცა მაგას ეგოცა. ვაუ. აუ, გუშინაკ ისეთი ავსრიალდი. სერიოზული ლეთები გავაკეთე. ოპა. უბრალოდ მაგადო წაური არის ალბათ. მოკლედ ახლა გეტყვით ერთ ამბავს რა. აბა. აი ეს გასასვლელი რაც არის. აი ეს აქედან ბოლომდე. ხო. ხო, დეიდა ჩემი ციცინო ხო იქით ცხოვრობდა. ხო. და ამის გავლა გვიწოდა დღეს ახლა წარმოვიდგინეთ რამდენჯერ, ხო? ხო და განსაკუთრებით ხამე ნანა რო გეტყოდა, რომ ხამპური არისო, ხან რაღაცა რამე როცა არისო და რო გეტყოდა, აი საჭმელს ვაკეთებდა ხალხი დამატებდა რამე. რატოღაც დადიოდა ლეგენდები და მითები, რომ ამ გასასვლელში რაღაცა ეშმაკები და ბუები და ქაჯები ცხოვრობდნენ. ესე იგი და ხოსებნილა იყო ხა ჩემ ბავშვობაში ეს განათებული არის. ძალიან გვეჩვენდა ხომ აი ამ სახლის. ამ სახლის და აი კაროჩე, იქიდან რომ დავგაზავდი ხოლმე, აი იქიდან. ხო. 10 წამში ვიყავი აი იქ ბოლოში. შიშისგან. რო ოპა. რო დავგაზავდი ხოლმე, ისე სწრაფად მივიდიოდა. გზადაგზა კურკელები მცივოდა და უკან. თბილისში ამ შიში. სადარბაზში მთელი ძალით რომ მოვდივარ. აუ, ჩადარბაზში ჯიჟია და მეცხო. საგაბოს? ხო, ასე სიდენი რო არ იყო ხოლმე ჩემ ბავშვობაში, უნდა გენახა პირველიდან ჩვენ სართულამდე ერთი და უკვე სახში ვიყავ, ვაკაკუნებდი. ირინა ბებუკ, რო დაუძახებდი ხოლმე, რომ გავუმხედე კიბეებზე მეთქი, აი ეს კარები მიხურული არ ქონდა, რომ უკვე ვაკაკუნებდი. ვიждებოდი ესე სწრაფად როგორ ამოდიხარ. მე ეგრე ვიყავი, ეგრე ვარ, ოღონდ სკოლიდან რომ მოდივარ. იმიტომ რომ
მოდი ვასწავლე. თქვენ საგარებადოში ძალიან ბნელა. არაფერი არ ანა თუ თქვენ საგარებადოში. Yes, of course, yes. წამო იმ ჭაში ჩავიხებით. ნინი რა მაგარი ბოტასები გაცვია? არა. აბა ვიცენინი ამით. აბა ჩავაგდო ეს. რა უნდა ჩააგდო კაც? სიღრმეა ჩემი. რა სიღრმეა ბიჭო აქ ვინ ჩავიდა რა ჩავიდა აფიცარიელი წყალი საერთოდ სადაო აქ ჩავიდა შეიძლება დამხო არა ზამთარში პირიქით წყალმა ხო უნდა შევი წყალი ზამთარში არ უნდა შევიდეს ჭაში როგორ არის პირიქით უნდა იყოს ამ ზაფხულში ივსება და ზამთარში იცლება ჭა მოკლედ მეგობრებო ამ ჭაში ეს ჭა არ არის წყლის დასალევად ამ ჭას გამოიყენებენ ბაღების საწყავად ბაღების საწყავად? ხო, მცენარეების საწყავად. წყალი თორე აქ რატო გადის მილე? ეხლა არ არის, ალბათ ზაფხულში აიწევს, რავი, დაზაფხული რომ მოაიწყობა, აიწევს. Yes. ჩემის მოკრძალებული საზრით ეს ასე უნდა იყოს. აგენ აგვის ბუნკერი აქაც ადგას, გოგო, სამ მივდიოდით. არ შემჩნევია აქაც რო იდგა. მაგარი მოწესრიგებული სოფელი გვაქვს, ასფალტი, განათება. ყველაფერი გვაქვს. აბა ისე გაბრე მე რო გაკვირდები ძალიან მოუმატეთ თქვენ გაზიან სასმელებს ამ ახალ წელს და მეგონი საკმაოდ დიდი ღიფიც გექნება უკვე არა? ჯოს კონდეს. ჰა? თორე სარიელი და ძვალი ვარ. ძვალი რო ხარ, ძვალი იმას არ მარტო ნიშნავს. ძვალი ვარ. ძვალი იმას არ ნიშნავს, რომ გასუქებოდა ღიფის დადება წონის აკეთებას არ ნიშნავს. ღიფის დადება ავადმყოფობაა. უძლის გაცხიმოვნებამ და ასეთ რაღაცებმა იციან. ასე რომ ეგ ბოლოა გაზიანი სასმელი ჩათვალე 10 დღე მოგეც გულაობის საშუალება უფლება რა კარგი შენც ქალბატონო მოცუპავრო ხარ და უბერავ დაგამძინებთ ეხლა მივდივარ ჩვენი 3 დღის წინაწყობილი თოვლის პაპა უნდა ვნახოთ დგას თუ არა კიდე და რა მდგომარეობაში ექნება გაბრიელის გამოძერწილი ტაკუცუნები აკუცუნები ეს მისტური ვაშლები რა არის? კარგით, აბა ჭანცულები ნომერი 2. ნახოთ აბა ამ ჭაში რა ხდება. ვოკლომეადოს. ვოკლომეადოს ამ ჭას და რო ჩავიხედოთ რამე საღუქონთ ნეტაი. არა. ნუ აქ ვოკლომე უნდა ედოს, იმიტომ რომ ბავშვები თამაშობენ ხოლმე და დიდი ალბათობა იმისა რომ იმე ჩაყირავდეს მანცულას ვინაცვალ. Yes bro. ესეც სავარაუდოდ საწყავად იქნება შექმნილი თავის დრონცულობა. აქედან არ იწევა? არა, ბოკლონცულაა დოსოხა. როქსპიანეთი. აი, ქილები არ გადაყაროთ მე მინდა. წავედით, თოვლის პაპანცულა ვნახოთ. დაგელოდებით აქ. არა დგას ისო თოვლის პაპანცულა ხედავ შენირა დგას თოვლის პაპანცულა გააკლია თვალები მოაძრეს ხელები მოაძრეს კიდე რა მოაძრეს აბა კოკა-კოლას თოვთან რა რეაქცია აქვს მოძრა ტრაკი არა ბიჭო გალა მოძრა დუნდულებს შორის მანძილი გაიზარდა ჩამოვადნა ტრაკი და აი მოკლედ რა უქნეს თვალები მოაძრეს იგი მოაძრეს ხვირი მოაძრეს აი რა გახსოვს და ესა ხო ყესაბამი სად უკეთე თუ აზელამია
წელსაბამით მოაწეროს, ხო როგორ ჩანს? მაგრამ ხელში. აი ეს შემა. ხელში გაქვს, ძირს ეგდოს ეგ. შემოახვია. აზე რა. დააყირავე. გამოჭი? ნახე, გადმოვარდება. მომე? არა ეგ და აჰა. ბა, გამოიწე. არა. აჰა. დამანახება გამო. ნინი გამოიწე. აცოდოა თო. უძაღლები. დაღლები მომავაზო ზრუნავენ. აი წავედით. მეგობრებო, დაამთავრდა არდადეგები, მივდივართ ეხლა თბილისში და ნახე, ეხლა რომ მოვდივართ, რა ლამაზია ნახე, მეგობრებო, ხედი. ნახე რა ლამაზია. ძალიან ლამაზია, ხო? გეთანხმებით? ესე იგი, ეს მეგობრებო არის ბოლო დებილობა ვიდეო, მეგობრებო და გემშვიდობებით დებილობა ვიდეოებს. არა, ბიჭო, სულ არ დამთავრდა. სულ არ დამთავრდა, კაი. თავიდან გადაიღე. ჩამოვედი თბილისში ვართ, მეგობრებო და ახალი პროექტები, ახალი გეგმები და იდეები გვაქვს და პატარა სპოილერებს მისტერ გაბრიელი. დაელოდეს მეგობრებო, აი ყველაზე მაგარი რაღაცა იქნება, აი ყველაზე მაგარი. თუ გინდა ვიტყვი კიდე რა უნდა ვაკეთოთ ერთ რაღაცას დავასპოილერო? კაი. პოდკასტი. შენი. კაი, არა მოჭი. ოღონდ არ ვიტყვით მაშინ რა მემართულება ექნება. დიახ. ეგ იქნება სიურპრიზი. ეგ ერთი სპოილერია მეგობრებო. ხო, რაღაცეებს აქ ვაწყობ ჩვენთვის სტუდიას სამუშაოს და რაღაცები ვიყიდეთ, ჩამოგვივა და მე მაგარი რაღაცა. ვაწყობთ და მე საინტერესო ამბებით შემოვარდებით ხოლმე და გვეყოლებიან ძალიან მაგარი საინტერესო სტუმრები, ხო ასე? დიახ, კი. ჩვენ არ ვიქნებით. და გვექნება საინტერესო საუბრები. დიახ, დაელოდეთ. რაოდენობა კვლავაც ძალაშია ჩვენ სარხზე, დებილობა ვიდეო, ყოველდღე ვიდეო, იქ ვარჯიშები ისინი, ესენი ჩვენ არ ვართ შეზღუდულები ერთ ჩარჩოში, მართალია ეხა ვერ დავდივარ და სხვები როგორც ახერხებენ სამწუხაროდ ჩვენ ესე ვერ ვახერხებთ დედამიწას რომ წრეები ურტყათ, მაგრამ როდესაც ჩვენი აუდიტორია გაიზრდება და სპონსორები გამოჩნდებიან, ჩვენს დავიწყებთ მერე მოგზაურობას და სხვა მიმართულებით. უბრალოდ მოგზაურობას იმისთვის არა რომ რომელიღაც ქვეყანაში ვიყავით. გარკვეული კონკრეტული მიმართულებით. წავალთ და საინტერესო ინფორმაციებს და თავგადასავლებს ჩამოვიტანთ, კიდევ ამბობ, უბრალოდ იმიტომ არა რომ სადღაცას ვიყავით. კონკრეტული მიზნისთვის წავალთ და ჩამოვიტანთ მიზნისთვის. დიდი მადლობა რომ ეხმართ. არაფრის. და მაგრამ ეხმარება. არა რა, დიახ. რამდენი დიახ თქვი? არც დიახ. აი მოვატყე, აბა წარმატებები. წარმატებები. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექა დეშუბა 83. მადლობა.